ილაპარაკეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭიროა და გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას. დღეს განვიხილავთ ამ ორ კანონს, ძალაუფლების 48 კანონიდან. მე ვარ ელენე და ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. ეს ეპიზოდი არის ჩემი რუბრიკის ნაწილი, რომელსაც ჰქვია 22 წიგნი ტრანსფორმაციისთვის და რომლის ირგვლივაც ვაკეთებ ოქტომბერში წიგნის წრეს. და იმიტომ გადავწყვიტე ორი თავი განვიხილა ეხლა და მომავალში შეიძლება ესე გავაკეთო, რომ ვერ ვითვენ ისინი და სხვა წიგნების გაზიარებაც თქვენთვის და ამ ორმა თავმა თავისი სიმცირიდან და ზომიდან გამომდინარე მომცა საშუალება, რომ ეს ეპიზოდი ერთიანად ჩამეწერა, მოკლედ დავიწყეთ განხილვა. კანონი 4. იმაზე ნაკლები ილაპარაკეთ, ვიდრე საჭიროა. კანონის ფორმულირება. ადამიანებზე სიტყვების დახმარებით, შთაბეჭდილების მოსახდენად, რაც მეც ლაპარაკობთ, მით უფრო ბანალური გამოჩნდებით და მით უფრო ნაკლებად გააკონტროლებთ თავს. ძლიერი ადამიანები შთაბეჭდილებას ახდენენ და მათი ეშინიათ იმიტომ, რომ ნაკლებს ლაპარაკობენ. რაც მეც ლაყბობთ, მით მეტია იმის შანსი, რომ სისულელეს წამოროშავთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა სიტუაციაზე ნათქვამი და ზოგადად ავტორი არ გვეუბნება, რომ საერთოდ არ ვილაპარაკოთ, პირიქით, რაშიც კომპეტენტურები ვართ, ან სიტუაციაში, სადაც ესე ვთქვათ, გვიწევს განმარტებების მიცემა, რა თქმა უნდა ვილაპარაკოთ და თამამად. ეს არის უფრო სამსახურეობრივ ჭრილში წარმოშენილი და ცხოვრებისეულათაც პრინციპში უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციებში. მე მაგალითად რაც შემიძლია სამსახურეობრივ ჭრილში გითხრათ, ჩემი დაკვირვებით ადამიანები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ გასაუბრების დროს, როდესაც ბევრს ლაპარაკობენ. მაგალითად, სამომავლო გეგმებზე, რომ აპირებს სასწავლებლად წასვლას, ან მაგალითად აპირებს ბიზნესის დაწყებას, ან აქვს სხვა ინტერესები, უნდა პროფესიის ცვლილება და შესაბამისად კარგავს საერთოდ ამ სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას. ჩემი კარიერის მანძილზე რამდენიმე ათასი გასაუბრება მაქვს ჩატარებული და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ხშირად კანდიდატები უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას. მაგალითად, რეზიუმეში უწერიათ ტყვილი, რომ მუშაობდნენ ამ ადგილას, ან იმ პოზიციაზე, ან დაწინაურდნენ და მერე დეტალებში რომ შედიხარ, რას აკეთებდი მაგალითად, ხო, როცა ეკითხები, უკვე ვეღარ გცემენ პასუხს. შესაბამისად, უნდა ვიყოთ ლაკონურები და მართლა რაშიც გვაქვს გამოცდილება ჯობს ეგ დავწეროთ და იმ პასუხებზე გავცეთ პასუხი, რასაც გვეკითხებიან და იმ პასუხებშიც ვიყოთ ლაკონურები და იმაზე მეც ნუ ვიტყვით, ვიდრე საჭირო. აი, ესე რომ შეხედოთ მაგალითად, რომ ისეთი პასუხი გაცეთ, რომ ეს პასუხი არ ბადებდეს ახალ შეკითხვას. აი, ესე შეხედეთ გასაუბრებას და ბევრად უფრო მარტივი იქნება და აი ისეთი კითხვები როგორიც არის, რა არის თქვენი სუსტი მხარე და რის გამოსწორებას შეეცდებოდით ეს სამსახური რომ მიიღოთ, იყავით ისეთი ნეიტრალურები და ცოტა ზედაპირული პასუხი გაეცით, იმიტომ რომ მართლა თუ ფიქრობთ, რომ რაღაცაები გამოსასწორებელი გაქვთ და ამაზე გულწრფელად ისაუბრებთ ადამიანთან, რომელიც თქვენთვის უცხოა და იდეაში ეჭვის თვალის გიყურებთ, გამოწმებთ, აგიყვანოთ თუ არ აგიყვანოთ, კარგი იქნება. გაეცით აი ისეთი პასუხი, რომ მაგალითად კი მაქვს გამოსასწორებელი, რომ არ ვიყო ზედმეტად ვორკოჰოლიკი. საქართველოს სივრცეში და ზოგადად საერთაშორისო სივრცეშიც ყველას მოწონს იმ ადამიანების აყვანა სამსახურში, ვისაც დარღვეული აქვს ცხოვრება და ბალანსი, ესე ვთქვათ, work-life balance არა აქვს და ვინც ძალიან ზედმეტად შრომის მოყვარეა. ყოველ შემთხვევაში, ჩემ პრაქტიკაში მე არ მინახავს ადამიანი დაეწუნებინოთ, ან მე დამეწუნებინა, იმიტომ რომ ზედმეტად შრომის მოყვარეა. ანუ თქვენს უარყოფით თვისებაზეც
ისეთი რაღაცა პასუხი უნდა გაცეთ, რომ ზოგადად ეს ითვლებოდეს, რომ დადებითი თვისებაა. უბრალოდ თქვენში იმდენად ბევრია, რომ თითქოს თქვენ ეს გაწუხებთ. ავტორს მაგალითად მოყვანილი ყავს მე-5 საუკუნის რომის იმპერიის მხედართმთავარი კორიოლინოსი, რომელმაც დაახლოებით 17-ჯერ გადაარჩინა ქალაქი ბრძოლას და თავდასხმას და მტრისგან იხსნა. მოკლედ, ეს ადამიანი სანამ იბრძოდა და სულ ომებში იყო, მასზე 1000 ლეგენდა შეითხზა, იმიტომ რომ დიდად ხალხს არ ჰქონდა მასთან შეხება და რაღაცნაირად მისტიური პიროვნება ჩამოყალიბდა და არ გაგიკურდებათ ახლა რომ ადამიანებმა გადამეტებული შთაბეჭდილებები შეიქმნან იმათზე და ზოგადად რაღაც სიტუაციებზე, რაზეც არ აქვს სრული ინფორმაცია და ეს მხედართმთავარიც არ იყო გამონაკლისი. კორიოლანოსმა გადაწყვიტა, რომ ბრძოლებში ამოწურა თავი და პოლიტიკაში უნდა და ეცადა ბედი, ეცადა რა დარწმუნებული იყო, რომ მისი რეპუტაციის მქონე ადამიანს თავისუფლად შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მოგება. მისი პირველი შეხვედრა ხალხთან იყო ძალიან დადებითი, იმიტომ რომ ელესაუბრებოდა ხალხს მათ ენაზე, აჩვენებდა ჭრილობებს, რომელიც რომის დაცვაში, რომისთვის ბრძოლაში მიიღო და ხალხი არც უსმენდა საერთოდ რას ლაპარაკობდა, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ აი ესეთი თავდადებული გმირი აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას და რაღაცნაირად ხალხისგან ესეთი დადებითი უკუკავშირი რომ იგრძნო, როგორც ხდება თავში აუვარდა, იფიქრა რომ ხალხი ყველანაირს და ყველა ფორმით მოიწონებდა თავის საქმენის საგმირონიას გამო და შემდეგი შეხვედრა უკვე კენჭისყრა სანამ იქნებოდა გამართა ისევ ხალხთან, მაგრამ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად და უკვე რაღაცნაირი მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობდა, რაც ხალხისთვის გაუგებარი იყო, გამაღიზიანებელი იყო და რაღაცნაირად დისტანცირება გამოიწვია. ამან და საბოლოო ჯამში, მოკლედ, ამ თავისი გამოსვლებით და პოლიტიკური ამბიციებით იქამდე მიიყვანა თავი, რომ ხალხმა მოითხოვა მისი სიკვდილით დასჯა, თუმცა ხელისუფლებამ გადაარჩინა, გაითვალისწინა მისი საქმეები ძველი და უბრალოდ ქალაქიდან გააძევეს, მაგრამ ანუ ერთ დროს გმირმა ერთ წელში აბსოლუტურად შეცვალა თავისი სიტყვებით, თავისი ქმედების შედეგი, ანუ სიტყვით გაანადგურა ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. და ეს ხშირად ემართებათ ძალიან საქართველოში რომ ვისაუბროთ, ადამიანებს, ვინც სხვა სფეროდან მიდიან პოლიტიკაში. ეს შეიძლება იყოს სპორტი, მედიცინა, არ ვიცი, მუსიკა, სხვადასხვა სფეროდან ვიცით, რომ მიდიან პოლიტიკაში და თავის სფეროში არიან ძალიან დაფასებულები, ადამიანებს ძალიან უყვართ იმ მიღწევების გამო, რაც მათ ჰქონდათ თავიანთ კარიერაში, იმიტომ რომ საქართველო ასახელეს და ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფრის მერე ისინი მიდიან პოლიტიკაში იმ იმედით, რომ ის საქმეები გადაფარავს მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ არ ითვალისწინებენ ამ კანონს იმ თვალსაზრისით, რომ თავისი შემდეგი ლაპარაკით და ხშირად უმოქმედობით ვიდრე მოქმედებით საერთოდ აცამტვერებენ თავიანთ რეპუტაციას და ქართველები მზად არიან, რომ ამ რომაელი მხედართმთავარივით ისინი გააძევან ქვეყნიდან. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად რომელიმე ადამიანზე ან დროზე, ზოგადად საქართველოს პოლიტიკას ეს ძალიან ხშირად ახასიათებს და რა თქმა უნდა ახასიათებს სხვა ქვეყნების პოლიტიკასაც უბრალოდ უფრო დიდ და ან არა დიდ, უბრალოდ უფრო დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში ნაკლებად ხვდებით, როცა ესეთი სფეროებიდან მიდიან ადამიანები პოლიტიკაში. იქ რაღაცნაირად უფრო მაინც, ესე ვთქვათ, უნდა იყო პროფესიულად მზად იმისთვის, რომ პოლიტიკაში წახვიდე და მაინც და მაინც არ მახსენდება ახლა არ ვიცი, დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის ან გერმანიის მაგალითი, სადაც ესე მასიურად არა იურისტი, არა ეკონომისტი, არა დიპლომატი, ანუ არა ამ პროფესიებიდან მიდიოდნენ ხალხი და ხვდებოდნენ სენატში ან პარლამენტში ან ასე შემდეგ. ასეთები ვართ ადამიანები, ჩვენ ვაფასებთ
ადამიანს აწმყოთი და რაც არ უნდა კარგი ექნა წარსულში, თუ დღევანდელ დღეს ის ლაპარაკობს ცუდად, ან იქცევა ცუდად და ჩვენთვის მიუღებელია, საერთოდ აღარ გვაინტერესებს მისი ძველი რეგალიები და ეს რეგალიები ვერ გადაარჩენს ყოფილ გმირს ხალხის რისხვისგან. ანუ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ერთი პროფესიიდან გადავდივართ მეორეში, რომ ეს ჩვენი რეპუტაცია არ დავანგრიოთ ახალი საქმიანობით. მაინც და მაინც პოლიტიკაზე არ ვამბობ, ზოგადად ყველა ადამიანმა შეიძლება გაითვალისწინოს, ვინც იცვლის საქმიანობის სფეროს ან ერთი კომპანიიდან გადადის მეორეში. ჩემი აზრი გაგიზიარეთ და ეხლა ვნახოთ ავტორი რას გვეუბნება. კორიოლანოს ნაკლები რომ ელაპარაკა, ადამიანებს მასზე გაბრაზების საბაბი არ მიეცემოდათ. ვერასოდეს გაიგებდნენ მის ნამდვილ გრძნობებს, შეინარჩუნებდა რეპუტაციასა და გმირის აურას, მაგრამ ადამიანის ენა ცხოველია, რომლის მოშინაურება ბევრს არ შეუძლია. ის, ვინც სიტყვების საგანძურს ფლანგავს, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. სხვათა შორის წინა თავში ბისმარკზე რომ საუბრობდით და ესე ვთქვათ, მის სტრატეგიაზე, რომ საჭირო დროს საჭირო განზრახვები გააზიაროს, ძალიან მიესადაგება ამ თავს იმ თვალსაზრისით, რომ კორიოლანოსი აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ფიგურა არის ბისმარკისგან, რომელსაც ეტყობა ბევრი ლაპარაკი უყვარდა და თავშეკავებული არ იყო. და ამაზე მახსენდება ერთი კარგი მაგალითი. ვმუშაობდი უკრაინულ-ლატვიური წარმოშობის ტექნოლოგიურ კომპანიაში, სადაც ძირითადად თანამშრომლები ვიყავით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან და რაღაცნაირად ერთიანი იდენტობა გვქონდა. რა თქმა უნდა, იყო განსხვავება ჩვენს საქმიანობის სტილში, შეხედულებებში, მაგრამ რაღაცნაირად საერთო ისტორია მაინც ესე ვთქვათ, გვაერთიანებდა და რიგ შემთხვევაში, როცა კრიზისული სიტუაციები იყო, ერთმანეთს გვერდში ვუდგებოდით და ამ კომპანიაში მოიყვანეს ამერიკელი CEO, რომელიც იყო ძალიან ისეთი დიდი ფიგურა აშშ-ის ისტორიაში, როგორც საჯარო, ასევე კორპორატიული მიმართულებით, მოკლედ ძალიან ტოპ CEO იყო. უბრალოდ არის. არ შემიმოწმებია ხა ბოლო 2 წელი რასაკეთებს, მაგრამ ძალიან ისეთი შთამბეჭდავი, მოკლედ რეზიუმე ქონდა და აღტაცებულები ვიყავით, რომ ესეთი CEO გვეყოლება და ალბათ კომპანია ეხა სად წავა და გავფრინდებით. ამ კაცმა რომ დაიწყო ჩვენთან მუშაობა, პირველივე კვირაში გაკეთდა კორპორატიული, სადაც ვქონდა პირისპირ მასთან შეხვედრები, გუნდური შეხვედრები, ეს წამყვანი პოზიციები, ვინც იყავით კომპანიაში, სამომავლო გეგმებს ვადგენდით ერთად, KPI და ასე შემდეგ. და ამ ადამიანმა პირად შეხვედრებზე დაახლოებით 25-30 ადამიანთან ქონდა კომპანიიდან შეხვედრა. ყველას დაგვიტოვა შთაბეჭდილება, რომ არ იყო იმ შეხვედრაზე, ანუ ზედაპირულად გველაპარაკებოდა, დიდათ არ აინტერესებდა ჩვენი გაცნობა და ძირითადად ტელეფონში იყო, სიტყვა ძუნწი იყო და თუ საუბრობდა, არა რელევანტურ თემებზე საუბრობდა, რომ რაღაცნაირად მალე გასულიყო ეს შეხვედრა და რაღაცნაირად ყველას დაგვიტოვა ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ აინტერესებდა ჩვენთან საუბარი და არ აინტერესებდა იქიდან გამომდინარე, რომ არც არანაირი სამომავლო გეგმა არ ქონდა კომპანიასთან და ჩვენთან დაკავშირებით. უბრალოდ სწორედ ქონდა კომპანიასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გარეშე და შემდეგ ეს ერთიანი დიდი შეხვედრები რომ ჩატარდა, საუბარში პირდაპირ თქვა, რომ უნდა გაიწმინდოს კადრები, რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაცა. ოღონდ მისი ოფიციალური, ესე ვთქვათ, სამსახურის დაწყების დღე იყო უფრო გვიან, რეალურად შესწავლილიც არ ქონდა კომპანიის მიმართულებები კარგად, ან რაში ვიყავი ძლიერები, რაში ვიყავი სუსტები და ერთ-ერთ შეხვედრაზე პირდაპირ თქვა, რომ რაღაც ეს უკრაინა, საქართველო, რუსეთი და ყაზახეთი მისთვის რაღაცნაირი ჯუნგლებია რა.
პრინციპში ხალხი გვიგულისხმა ალბათ და არა მარტო ქვეყნები და რაღაცნაირად, შეურაცხყოფაც მოგვეყენა, მაგრამ ამ ადამიანმა ვერ გათვალა ის, რომ ის იყო ძალიან ახალი ამ კომპანიისთვის და მისი გაშვება ამ კომპანიიდან ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა დამფუძნებლებისთვის, ვიდრე იმ ყველა ადამიანის გაშვება, ვინც შექმნა ეს კომპანია და ვიზაც იდგა. ანუ ამ ადამიანმა ამ თავის სიტყვებით, რომ ჯუნგლები ხართო, გამოისვა დანა კიცერში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა მსათითავად მერე დამფუძნებლებს უთხარით, რომ ესე გვითხრა და სხვათა შორის თქვენც უკრაინელი ხართ და ალბათ თქვენზეც ესე იგულისხმა პირდაპირ თუ ირიბად და რა თქმა უნდა ისე დასრულდა რომ ეს ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან. მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი ამ როლში იყო მხედართმთავრის როლში და მას ჰქონდა ძალაუფლება, ვერ გათვალა ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხალხს და შთაბეჭდილების მოხდენა, სწორი სიტყვების შერჩევა, პატივისცემა, უბრალო საუბარი, არაზემოდან ყურება და ასე შემდეგ. თავშეკავება. მას შეიძლებოდა ეს გეგმა განეხორციელებინა ნელ-ნელა, ხმამაღლა, გაჟღერების გარეშე, ადამიანების გაღიზიანების გარეშე, იმიტომ რომ ამ თავისი პირდაპირობით და უხეშობით პირველივე კვირაში დათესა პანიკა, არავის არ მოწონდა და შესაბამისად კომპანია მიხვდა, რომ ამ ერთი ადამიანის გამო არ ღირდა იმ ღერძის ჩამოსვლა, რაზეც იდგა კომპანია. აქედან გამომდინარე, რა პოზიციაშიც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა მივაღწიოთ, ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ იმათ, ვინც ეს მიგვაღწევინა, ვიზეც ვდგავართ, ვისი იმედიც გვაქვს და ზოგადად იმედიც რო არ გქონდეს, მტერსაც პატივისცემით უნდა ვესაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ არაფრით არავიზე არ ვართ უკეთესები და არაპრაგმატულიც კი არის უპატივცემულო საუბარი, იმიტომ რომ არასდროს არავინ არ იცის, ვინ სად მოხვდება და რა ვიცი, დრონი მეფობენ და არა მეფენი არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი გამონათქვამი, რომელსაც ძალიან ხშირად ვხმარობ და აქედან გამომდინარე გავითვალისწინოთ ეს. ლუი მე-14 ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. საყოველთაოდ ცნობილია მისი გამონათქვამი. სახელმწიფო ეს მე ვარ. სახელგანთქმული პასუხი ვიფიქრებ, ერთადერთი პასუხი იყო უთვალავ თხოვნასა და მიმართვაზე. თუმცა ლუი მე-14 ყოველთვის ასეთი არ ყოფილა, მე მას არ ვიცნობდი პირადად, მაგრამ ავტორიც ამოწმებს ამას და ზოგადად სხვა ისტორიულ ჩანაწერებსაც თუ წავიკითხავთ, ძალიანაც უყვარდა ლაპარაკი, უბრალოდ დრომ და გამოცდილებამ ანახა, რომ რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობს, უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებს, უფრო ესე ვთქვათ, პატივისცემას იმსახურებს, უფრო მისტიურია და მეც კარიერის დასაწყისში მგონია, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი ჩემს თანამშრომლებთან და რა თქმა უნდა, რაც უფრო ვიზრდებოდი და ვითარდებოდი, ლაპარაკის მოცულობაც მცირდებოდა და მცირდებოდა და სხვათა შორის სამსახურებში, სადაც არის სამზარეულოები და რაღაც მანდი იკრიბებიან და განიხილავენ და სხვადასხვა საკითხებს, რომელიც შეიძლება მაინც და მაინც სამსახურსაც არ უკავშირდება, ყოველთვის იყავით ფრთხილად და არ თქვათ იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა, იმიტომ რომ როგორც წესი მანდ არიან HR-ები, შეიძლება მენეჯმენტიდან იყოს სხვადასხვა ადამიანი და ეს თქვენი უწყინარი სამზარეულოს ჭორაობა შეიძლება საჭირო მომენტში ძალიან ცუდად ჩამოგიტრიალდეთ. მე არ მქონია მსგავსი გამოცდილება, მაგრამ ვიტყვი რომ ზომაზე მეტი მილაპარაკია, რასაც შეიძლება მე ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობები გამოუწვევია და მე ნელ-ნელა ვისწავლე რომ რაც უფრო ცოტა დაპირებას ვიძლევი, რაც უფრო ცოტა ვარიანტს განვიხილავ, უფრო კარგია. მაგალითად, იგივე ლუი მე-14-ის მაგალითი რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა, მას ყველაფრის ძალა ჰქონდა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო თითქმის, მაგრამ რაღაც თხოვნით რომ მიმართავდნენ, ყოველთვის ეუბნებოდა რომ მოვიფიქრებ.
არასდროს არ ეუბნებოდა პირდაპირ პასუხს, რომ შემილია ეს გაგიკეთო, ამით დაგეხმარო, იმით დაგეხმარო და სხვათა შორის ძალიან კარგი იქნება მნიშვნელოვან საკითხებზე თუ პირდაპირ არ დააფიქსირებთ აზრს და რაღაცნაირად დროს და პაუზას აიღებთ, გადახედავთ თქვენს მოსაზრებას, რა ვარიანტები გაქვთ, რას შედეგი მოყვება და შემდეგ გაცემთ პასუხს და რა თქმა უნდა, ადამიანისთვის დაპირების მიცემა ჯობს, რომ ჯერ გააკეთო, ან იცოდე, რომ აუცილებლად გაკეთებადია და მერე შეატყობინო ამის შესახებ, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი გვინდოდეს სხვებისთვის შეიძლება დაპირებამ, რომელიც ჩვენ დაუნებურად აღარ გამოგვდის, გაღიზიანება გამოიწვიოს ჩვენ მიმართ. ვაგრძელებთ კითხვას. სიტყვა ძუნწობა საჭიროა არა მხოლოდ მეფეებისა და სახელმწიფო მოღვაწეებისთვის. ენდი უორჰოლი მიხვდა, რომ შეუძლებელია მხოლოდ ლაპარაკით აიძულოთ ადამიანები ისე მოიქცნენ, როგორც თქვენ გსურთ და ძალიან ნაკლებად ლაპარაკობდა, თუ ინტერვიუებს წერდა, იყო აბსტრაქტული და ადამიანებს აძლევდა საშუალებას, რომ ამ თავისი აბსტრაქტული, არასრული და არეული პასუხებისთვის მიეცათ განმარტება და აქედან გამომდინარე ყოველთვის იყო ის განხილვის საგანი და ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, მთავარი წინაპირობა მისი წარმატების იყო ზუსტად კომუნიკაციის სტილი და აქვე არის ერთი მაგალითი მოყვანილი მარსელ დიუშანის, რომელიც იყო მე-20 საუკუნის ძალიან ცნობილი ხელოვანი, როცა დავინტერესდი ხელოვნებით და შევისწავლე მისი ბიოგრაფია, გაოგნებული ვიყავი, აი ვიდეოსაც დავურთავ თან, რატომ მიაღწია ამ ადამიანმა ესეთ წარმატებას და ესეთ აღიარებას, იმიტომ რომ შეიძლება მე არ ვარ ხელოვანი, არ ვაფასებ სათანადოდ, მაგრამ რანაირი მისტიკაც არ უნდა იყოს უნიტაზის ირგვლივ, რა მასალისგანაც არ უნდა იყოს გაკეთებული და მე მგონი ეს იყო კერამიკის უნიტაზი. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ის დასახელდეს მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ ხელოვნების ნიმუშად. არ მესმის. აქ დევს სხვა რაღაცა. აქ არის კომუნიკაციის ნიჭიდან გამომდინარე მარკეტინგი, ფასისაწევა და ასე შემდეგ და სხვათა შორის მარსელ დიუშანი მე თვითონ იცინოდა, რომ მე არანაირ განმარტებას არ ვაძლევო ჩემ, ესე ვთქვათ, ხელოვნების ნიმუშებსა და ადამიანებიო დგანენო და მოიფიქრებენო, რომ აქ ის სიმბოლო დევს, აქ ის სიმბოლო დევს და იმ ხელოვნებას ანიჭებენო, რომ მე სულ თავის დროზე მიმეცა განმარტება, ეგეთ მნიშვნელობას ვერ შევძენდი ჩემი ხელოვნების ნიმუშებსა და მოკლედ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ულაპარაკობა და ეს მიდგომა არ ჭრის, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ჭრის. ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს კარგად დაგეგმილი და ავტორი გვეუბნება, რომ არის შემთხვევები, როდესაც არც ისე ჭკვიანურია მდუმარედ ყოფნა, დუმილი და სიტყვა ძუნწობა ის ხერხებია, რომლებიც აკურატულად სიფრთხილით და მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ. ამას ვეთანხმები, იმიტომ რომ მეტყველება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძური, რაც მოგვეცა და რა თქმა უნდა გამოვიყენოთ და კარგად, უბრალოდ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ სიტყვებს, რასაც წარმოვთქვამთ, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როცა არის სოციალური მედია და ტელეფონი, შეუძლია შემოგვიბრუნონ და დამანგრეველი ძალა გახადონ ადამიანის რეპუტაციის, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და რაღაცნაირად ბუნებრივად გადავდივართ ამ წიგნის მეხუთე კანონზე, რომელიც შეეხება რეპუტაციას. რეპუტაციაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, დაიცავით ის სიცოცხლის ფასად. კანონის ფორმულირება. რეპუტაცია ძალაუფლებისთვის უმთავრესი ხასიათის მიმნიჭებელია. მხოლოდ რეპუტაციის წყალობითაა შესაძლებელი დაშინება და გამარჯვების მიღწევა. როგორც კი რეპუტაცია ეცემა, მაშინვე მოწყვლადი ხდებით და ყველა მხრიდან თავს გესხმიან. საკუთარი რეპუტაცია ხელშეუხებლად აქციეთ. ყოველთვის ყურადღებით იყავით და აღკვეთეთ მოსალოდნელი თავდასხმები.
კარგი იქნება თუ განვარტავ რა არის ჩემთვის რეპუტაცია. რამე განსაკუთრებულს არ ვაპირებ ახლა რომ თქვა, მაგრამ რეპუტაცია რაღაცნაირად არ წარმომიდგენია დაწერილი რაღაც აი შენს შესახებ, რომ აი ესეთი რეპუტაცია აქვს ადამიანს. გონია რომ რეპუტაცია არის ის რასაც ადამიანები ფიქრობენ შენზე, როცა მათთან ერთად არ ხარ. ან როცა განგიხილავენ და სხვადასხვა სივრცეში შეიძლება სხვადასხვა რეპუტაცია გქონდეს. არ ნიშნავს ეს რომ სადღაც ცუდი, სადღაც კარგი, უბრალოდ მაგალითად ოჯახში სხვა ტიპის უნარებს ავლენთ, მეგობრებში სხვა ტიპის უნარებს, სამსახურში სხვა ტიპის უნარებს და მაგალითად ოჯახის წევრმა შეიძლება პრიორიტეტად არ მიიჩნიოს რომ დაგახასიათოთ როგორც აი ჩემი შვილი ძალიან შრომის მოყვარეა, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანია თქვენ იყოთ კეთილი და პირიქით სამსახურში უფრო აქცენტი გაკეთდეს იმაზე, ესე ვთქვათ, რაც სამსახურს ჭირდება. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ რეპუტაცია არის ჩვენი განმარტება, არამედ რეპუტაცია არის ჩვენი ხასიათის და ქმედების განმარტება კონკრეტულ სივრცეებში და რა თქმა უნდა, მათი ერთობლიობა. სხვათა შორის საქართველოს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ძალიან ხშირად ხვდებით ისეთ გამონათქვამებს, რომელიც არის შეურაცხყოფელი და შეიცავს ცილის წამებას. და ეს თითქმის ყველა დარგშია მოდებული. დარგში კი არა, პირად საჯარო ურთიერთობებშიც და შეიძლება იმიტომ რომ იურისტი ვარ, სულ მიკვირს ხოლმე რომ რატო არის საქართველოში ესეთი უცენზურობა? ცენზურა არა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული ან რომელიმე შეპესე როგორც მაკონტროლებელი, არამედ ადამიანები რატო არ არიან ერთმანეთის ცენზურით დაკავებული და ამაში გულისხმობ იმას, რომ როდესაც ერთი პოლიტიკოსი მეორეს ან ერთი ექიმი მეორეს ან არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი მეორეს შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რაც არ არის დადასტურებული, არის ვარაუდი, არის შეთხზული, რატომ არ მიმართავს მეორე ადამიანი სასამართლოს და პასუხი ძირითადად არის ხოლმე ორი. პირველი რომ რა აზრი აქვს მიმართო, მაინც ზიანის ანაზღაურება არის ძალიან დაბალი, ანუ ის ზიანი რაც მივიღებ ფულში არ კონვერტირდება და მეორე რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის ძალიან კომპლექსური, ვადები გაწელილი და ასე შემდეგ. ორივეს ვეთანხმები, თუმცა მაგალითად ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ცილის წამება ზოგადად შეწყდეს. რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ აღმოფხვრი, მაგრამ როცა შენ ცილს გწამებენ, ერთი ადამიანი უჩივლებს მეორეს, გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას, საჯაროდ დაეკისრება იმას აღიარება, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თუნდაც მინიმალური ჯარიმა და შენ ამ ჯარიმის დამადასტურებელი ქვით არის გაქვს. რაღაცნაირად ვგონია, რომ ადამიანები ამით ერთმანეთს გავზრდით და უფრო მეც ვიფიქრებთ, რას ვიტყვით სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ ეხლა არის სრული განუკითხაობა, ვინ ვიზე რას ლაპარაკობს, რას ავრცელებს, საიდან მოაქვს ეს ამბავი, იმიტომ რომ იციან არავინ არ დაისჯება და დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ხელს უწყობს იმას, რომ ერთმანეთზე განსაკუთრებით დაპირისპირებული მხარეები ავრცელებდნენ უზუსტო და ტყუილ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მთავარი мотивация სასამართლოში მიმართვის ის კი არ უნდა იყოს, რომ ფულს რამდენს მივიღებთ ან რამდენი დრო დაჭირდება ამ გადაწყვეტილების გამოტანას, არამედ ის, რომ ქვეყანაში განვითარდეს, გაიზარდოს და დაიხვეწოს კომუნიკაციის კულტურა და სასამართლო მაინც შეძლოს, რომ ადამიანებმა მომატებული პასუხისმგებლობით შეხედონ იმას, თუ რას ავრცელებენ საჯაროდ. ავტორის მაგალითი. ძველ ჩინეთში ვეის სამეფო კარზე ცხოვრობდა μή სუჟა,
რომელსაც უაღრესად დელიკატური და შემწყნარებელი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა. ის მმართველის ფავორიტი გახდა. სამეფოში არსებობდა კანონი, რომლის თანახმად, ვინც მმართველის ეტლით მალულად გაივლიდა, მას ტერფებს აჭრიდნენ და მაინც, როდესაც მიცსუჟამ მმართველის ეტლით ავადმყოფი დედა მოინახულა, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მმართველისგან მიღებული ჰქონდა ნებართვა. როდესაც მმართველმა მომხდარის თავობაზე შეიტყო, თქვა: როგორი კარგი შვილია მიცუჟა. დედის გამო დანაშაულის ჩადენასაც კი არ შეუშინდა და მზად იყო ფეხები დაეკარგა. ანუ ეს ამბავი იმას გვეუბნება, რომ ხანდახან ჩვენი რეპუტაცია იმდენად დიდია, რომ ის დარღვევა ან არ ვიცი, ძალაუფლების ცუდად გამოყენება შეიძლება ამ რეპუტაციით, ესე ვთქვათ, დაბალანსდეს, ამ რეპუტაციამ გადაგვარჩინოს რაღაც ცუდი შედეგებისგან, მაგრამ ეს რეპუტაცია არ არის, ესე ვთქვათ, ამოუწურავი. კი, კარგი ტიპი ხარ სამსახურში, გაფასებენ, კრეატიული ხარ, მოწონთ შენი აზროვნების უნარი, მაგრამ სამსახურში თუ არის წესი, რომ ვიწყებთ 9-ზე და ყველა თანამშრომელი იწყებს 9-ზე, მარტო შენ ხარ ერთადერთი თეთრი ყვავი, თუ გინდა შავი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მუდმივად აგვიანებს, ეს იმდენად იწვევს ხობის გაღიზიანებას, რომ ერთხელ გაგივა, ორჯერ გაგივა და მესამეჯერ ეგ შენი რეპუტაცია ვერ გადაგარჩენს და შენი შეცდომა ჩაყლაპავს რეპუტაციას. ზუსტად ასე დაემართა ცუჟას, ამ ეტლით გასეირნების მერე კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, რაზეც უკვე რეპუტაციამ ვერ უშველა და შესაბამისად დაკარგა ყველაფერი. შეიძლება თავიც აღარ მახსოვს ზუსტად. როგორც ამბობენ, სახელი კაცის წინ გარბისო და თუ კეთილი სახელი გაქვთ, რომელიც პატივისცემას იწვევს, მუშაობის დიდი ნაწილი მანამდეა ჩატარებული, ვიდრე სცენაზე გამოხვედით და ჯერ ხმაც კი არ ამოგიღიათ. თქვენი წარმატება თითქოს განსაზღვრულია წარსული გამარჯვებებით. ამაზე ერთი მაგალითი მახსენდება. ერთ-ერთმა ჩემმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ჯორდან ბელფორტის საქართველოში ჩამოყვანის სპონსორი ყოფილიყო და არ მახსოვს რა პრინციპით აირჩა, რომ მაინც და მაინც ჯორდან ბელფორტი, მაგრამ მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ საკმაოდ კონსერვატორული სამსახური მქონდა. ნუ, რა თქმა უნდა, თანამშრომლები დაპატიჟებულები ვიყავით მის ამ ტრეინინგზე, გაყიდე კალამი, თუ არ ვცდები ასე ერქვა და ჩემი წინასწარი განწყობა უკვე იმდენად როგორ გითხრათ, არასერიოზული იყო, სადაც მივდიოდი, აი, საერთოდ ვერ ხვდებოდი მაგ ადამიანისგან რა უნდა მესწავლო და რაც არ უნდა სერიოზული და არ ვიცი, ჰარვარდის ხარისხის, ესე ვთქვათ, ტრენინგი ან ლექცია ჩაეტარებინა, ჩემი განწყობა მაინც უკვე იყო ის, რომ ეს არ იქნებოდა კარგი ტრენინგი და რაღაცნაირად ტყუილად უნდა დამეკარგა ის დღე და ნუ არ ვიცი თქვენ ნამყოფები ხართ თუ არა მის ამ ტრენინგ ლექციაზე, ეს იყო სრული კატასტროფა, ანუ რასაც ვფიქრობდი, იმაზე უარესი აღმოჩნდა. ამიტომ მართლა ასე არის, რომ ადამიანი სანამ ოთახში შევა, მასზე უკვე რა ინფორმაციაც აქვს, რაღაცნაირად განსაზღვრავს წინასწარ განწყობას ამ ადამიანის შესახებ. თუმცა არ ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტული რეპუტაცია ან იმიჯი თუ გაქვს, ამის შეცვლა, თავიდან აშენება ან დანგრევა არ შეიძლება. იმიტომ რომ ადამიანს თავისი ცხოვრების ფაზების მიხედვით სხვადასხვა რეპუტაცია აქვს. მაგალითად, სხვანაირი რეპუტაცია მქონდა როცა ერთ სკოლაში ვსწავლობდი, მერე მეორე სკოლაში ვსწავლობდი, ბაკალავრზე, მაგისტრატურაზე, სხვადასხვა სამსახურში შეიძლება სხვადასხვა რეპუტაცია მქონოდა და იქიდან გამომდინარე, რომ მე როგორც ადამიანი ვიცვლებოდი, ვითარდებოდი, ვიზრდებოდი, რაღაცა კომპლექსებს და ტრამვებს ვამუშავებდი და აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი რაღაცის მიმღებლობა მოგვიანებით გამიჩნდა ან უფრო გახსნილი ვიყავი თავიდან და მერე პირიქით. ნუ, აი სხვადასხვა რაღაცეები არის, რაც განაპირობებს ჩვენს რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, არ იფიქროთ, რომ ეს რეპუტაცია არის რაღაცა მყარი, მკაცრი,
განმარტება თქვენი თავის და მუდმივად იმუშავეთ იმაზე, რომ ის იყოს შესაბამისი თქვენი იმ დროინდელი მდგომარეობის, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ ვიცი 70 წლის ასაკში სკოლის დროინდელი რეპუტაციით ალბათ გაგვიჭირდება ცხოვრება და რამის შექმნა და ადამიანებთან კომუნიკაცია. აქვე დავამატებ, რომ რეპუტაციის ცვლილება უნდა იყოს ხავერდოვანი. ნუ იქნებით მაგალითად დღეს ბალეტის მოყვარული და ზუსტად 24 საათში არ ვიცი, პანკ-როკის, ანუ რაღაცნაირად გააკეთეთ გადაყვანები ერთი საქმიანობიდან მეორეში, ერთი ინტერესიდან შემდეგი ინტერესში, რომ ამ ყველაფერს შორის იყოს ლოგიკური კავშირი და ადამიანებს არ გაუჩინოთ იმის შეგრძნება, რომ თქვენ არასტაბილური ხართ და ზედაპირული ხართ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად იცვლით რეპუტაციის შემადგენელ კომპონენტებს. სხვათა შორის ავტორს თუ სწორად მახსოვს 48 კანონიდან 47 კანონზე აქვს საპირისპირო მოსაზრება გარდა რეპუტაციისა. რეპუტაციაზე გვეუბნება, რომ შეუძლებელია საპირისპირო მოსაზრების არსებობა. რეპუტაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერ გარემოებაში. ამ კანონს არ აქვს გამონაკლისი. თუ კი თავად არ ზრუნავთ საკუთარ იმიჯზე, სხვები გადაწყვეტენ, როგორი უნდა იყოს ის. გახდით საკუთარი ბედის ბატონ პატრონი და მათ შორის საკუთარი რეპუტაციის. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რაღაცნაირად რეპუტაციის შესახებ ცოტა აგდებულად, რომ კაი რა, რაში მჭირდება რეპუტაცია, მაინც არ მაქვს ისეთი დიდი გეგმები, ჩემთვის ვცხოვრობ, ან მაინც ვერ შევეცვლევინებ ადამიანებს აზრს ჩემ შესახებ და რატომ ვიფიქრო მაგაზე, ან რაში მაინტერესებს სხვისი აზრი. ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ ხარ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, სხვისი აზრი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს პირდაპირ პროპორციულია, როგორი დამოკიდებულება იქნება შენ მიმართ ნებისმიერ პროფესიაში, სადაც არ უნდა იყო. და სხვისი აზრი შეიძლება არ გაინტერესებდეს მაგალითად იმაზე, როგორ მეტყველებ, ან არ ვიცი, როგორი სტილი გაქვს, თუ არ ხარ სტილისტი, მაგრამ უნდა გაინტერესებდეს იმაზე, თუ როგორი რეპუტაცია გაქვს შენ საქმიანობაში და ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა შენთან პირდაპირი შეხება აქვს, მერე ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებენ და შენი რეპუტაცია შეიძლება ამისგან შედგებოდეს, მაგრამ თუ ჩვენც დავეხმარებით ამაში და მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები, რა ინტერესები გვაქვს, რა გვაქვს ნასწავლი, რა პრაქტიკა გვაქვს, რატომ მოგწონს ესა თუ ის რაღაცა საკითხი და ასე შემდეგ, რაღაცნაირად დავეხმარებით, რომ რეპუტაცია ჩამოუყალიბდეთ ჩვენზე ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვინდოდეს ისეთი რეპუტაციის ჩამოყალიბება ჩვენს თავებზე, რომ ეს ყველაფერი შეესაბამებოდეს რეალობას და არ იყოს გადაჭარბებული, ან არ იყოს გამოგონილი, იმიტომ რომ ძალიან გაგვიჭირდება ისეთი რეპუტაციის შენარჩუნება, რომელიც არ არის ჩვენი. მაგალითად, თუ არ გიყვართ იოგა, ნუ მოიტყუებით, რომ იოგი ხართ. ნუ ეს ძალიან მარტივი მაგალითია, მაგრამ ეცადეთ, რომ თქვენი რეპუტაციის საყრდენი იყოს თქვენი რეალური, ავთენტური ღირებულებები, ინტერესები და ჩვევები და ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ეს რეპუტაცია იქნება თქვენთვის ბუნებრივი და არ მოგიწევთ მტკიცება, რომ მე მართლა ვაკეთებ ამას, მე მართლა ვიცი ეს, ან მართლა მომწონს ეს და შესაბამისად ადამიანებს თქვენ მიმართ ექნებათ უფრო დიდი ნდობა. ამით დავასრულეთ მეხუთე კანონის განხილვა. დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ეპიზოდი, გამოიწერეთ ჩემი არხი და კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები დროებით.